აი ეგ დაბლას ახლა რო არხზე გადმოხვედი ხიძი აქ ის ადგილი ირწყობა. ეს სოფელი არ ირწყობა, მაგრამ ახაც მოდის, ნიორი მოდის, ხახვი მოდის, პური მოდის, ქერი მოდის. ო აი ძველი კომუნისტების დროინდელი წყალსაკაჩი არის და იმის აღდგენა შეიძლება. აქამდე არ მოდის არხია და 1 კილომეტრი ნახევრიდან უნდა აყვანა მაღლა მატორები უნდა და ის უნდა. რა გაძაღმა ვერ მორწყა, რასის ამუ. აი სერო წყალი ვერ მორწყა დასავლეთ წყალსაკეთებიდან იქ ბაროგორი წყობა და ბერძენაულის ჭარხალი. მოიწყობა, მე მწყი მე თუ მალაპარაკე მოიწყობა. და მაშინა ყოფილი ახლა ხალხი დაჭარს ერთმანეთს თუ არაფერი. ბიჭო მაშინა წეს მამულები არისო ხوار შევიწროვდა რატო არა ჭადენ ერთმანეთსა ბერძენაულს არ მიყავდა ჭარხალში ეს სახლი როა დაკეცილი ესენი წასულები არიან რუსთავში ცხოვრობენ ზაფხულში მოდიან ევასა ერთი ბიჭი ყავს და რუსთავში არის სავალი სამაგე მოვა და სოფელი აღარ ძავა არ დაცარიელდება თომარდაცელება რომ მოსავალი რომ მოვა და იონი რო იქნება ცხოვრება იქა რაზე წავა და რაზე იმუშავებს როგორ დაიყენებიან მკვირდებიან კი ხო და ხოშია ამოვიდა 18 წელიწადი ჩვენი მოთხოვნა პირადად ერთი რაც სხვა მოითხოვ ვერ მოითხოვ ავტობუსს ვერ მოითხოვ იმას იმიტომ რომ ყვას დადის ჩასაყვანი დატოვეს სასაფლაოზე ყოველდღიური ხვაყი არ არის მაგრამ ხომ ჩანს ხარ კაი დღეებზე რამეზე მოდა ყველა წელს ამ წელსაც ქვეს ხუთიო გავნაგზავთ თუ ამასო ჩავიყვანთო იქაო ამ სოფლის გზებსაც ახლა გავაკეთებთო ასე შეგვიძლია